სალამი, როგორ ახართ? თქვენს ხედავთ ხომ ამ გავრწყინებულ თვალებს და თქვა და მივდივარ სალაშქროთ, როგორც იქნა. ახლა ცოტა დავშვიდდები და მოგიყვებით, სად მივდივარ, რა გეგმები მაქვს და რას ნახავთ ამ ვიდეოში. პირველი ლოკაცია არის დავით გარეჯი, რომელიც გადაღებული მაქვს და წესით აღარ უნდა ჩამესვა ვიდეოში, მაგრამ ისეთი საინტერესო თბილი ისტორია იქმნება ამ ყველაფრისგან, რომ ვერაფრით ვერ გამოგაპარებთ. როდესაც გადავიღე წინაზე დავით გარეჯის ვიდეო დამიკავშირდა ერთი გოგო, რომელსაც ვიცნობ ცეკვებიდან, სალომე, რომელსაც უტირია რაღაც ემოციურად იყო განწყობილი და მომწერა თბილის სიტყვები, ნეტავ მე როდის მეღირსება მანდ წასვლა და ამ სილამაზეების ნახვა. მე ვუთხარი, რომ გამოზაფხულდეს, აუცილებლად წაგიყვან, მე დაგპატიჟებ პირადად და შენი გამყოლი გავხდები, თქო. და ეხლა დადგა დრო, რომ შევასრულო ეს პირობა. ერთად ვნახოთ მისი გაბრწყინებული და ბედნიერი თვალები. მეორე მიზეზი დავით გარეჯის წასვლის არის ჩემი პერსონალური არჩევანი. ჩავიფიქრე ასე, რომ სამჯერ მინიმუმ უნდა წავიდე. შესაძლოა ყოველი ტურის წინ ვივლი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლი ვიგრძენი მაგ საოცარ ადგილზე ყოფნისას. და ამბობენ სამჯერ წასვლა იერუსალიმში ჩასვლა სუდრისო. ასე რომ ესეც ძალიან დიდი პლუსი იქნება ჩემთვის. თითქოს ავიღებ კურთხევას და მე გავაგრძელებ უკვე მშვიდად ლაშქრობებს სხვა ტერიტორიებზე. და ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩემთვის ეს არის მოგზაურობა თრუსოს ხეობაში. ვერაფრით ვერ ამოუწურე ჯერ მცხეთა მთიანეთი და დიდი იმედი მაქვს, რომ ვერ ამოუწურავ კიდევ დიდი ხანი. ასე მალე არ ვაპირებდი წასვლას ამხელა გზაზე. 18 კილომეტრი არ არის პატარა მანძილი. განსაკუთრებით, როდესაც მესამე ოპერაცია მაქვს ფეხზე ჩატარებული და ბოლომდე არ არის ფეხი აღდგენილი. მაგრამ დამიკავშირდა ჩემი მეგობარი ნატა, უნდა რომ ყველაზე კარგი პერიოდი ეხლა არის, მივდივართო. კარგი მეთქი, მივდივართ. შევძლებთ ხო? შეძლებო. ნატა ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველ წუთას გვერდში მედგა ოპერაციების დროს. ასე რომ დახუჭული თვალებით ვენდობი და მივდივართ ერთად. ხო, კინახამ დამავიწყდა მე თქვა. აქედან მოკითხვა ეგრეთ წოდებულ ჩემს მეგობრებს, დივნის მოგზაურებს, თავად ეძახიან საკუთარ თავს მასზე, რომლებიც არ დადიან ლაშქრობებში, მაგრამ სიამოვნებით მიყურებენ. შეიკარით ღვედები ძლიერად, წავედით, გამოგზაურებთ. Every kiss is a door. Can I knock on yours? Can we knock a little more? If a touch is a key, keep on twisting, keep on locking, keep on turning me. Let me in. I wanna be closer to you, let you under my skin. If I let you in, you gotta be careful with it, let me tell you again. Hey, love so soft, you ain't had nothing softer. Break it, then you buy it, and it's sure gonna cost you. Love so soft that you can't rub off. You gon' love it if you try it. Got your hook, now you're caught up. Love so soft, so soft. When the night has come and the land is dark and the moon is the only light we'll see. No, I won't be afraid. Oh, I
just as long as you stand by me. So darling, darling, stand by me. Oh, stand by me. Oh, stand by me. Stand by me. If the sky that we look upon should tumble and fall, or the mountain should crumble to the sea, I won't cry, no, I won't shed a tear, just as long as you stand by me. And darling, darling, stand by me. Oh, stand by me. Oh, stand now. Stand by me. Stand by me. ეს ზუსტად ის ადგილია, საიდანაც წერდი ვიდეოს და შენ მერე დამიკომენტარე, რომ რა თქვი? ერთი დიდი ოცნება მაქვს, ისე არ მომგხალფალო, რომ საქართველოს ყველა კუთხე არ ვნახო. შენ კიდევ ერთი რამე თქვი, რომ ნინა ეს ვიდეოები არ გააჩერო, გააგრძელე გადაღებაო. არ გაჩერდე, გააგრძელე რაც შეიძლება, იარე წინ და გააგრძელე, იმიტომ რომ ეს შენია, მართლა ნამდვილად შენია. და უნდა დამპირდე, რომ აწიეს ერთი და სხვა მრავალი, შენ უნდა გაჩერდე და უნდა გააგრძელო ეს ჩამოვედით თბილისში, კარგი ემოციებით დატვირთული და შემდეგი გაჩერება არის დრუსოს ხეობა. ფიქრობ მზად ვარ მაგისთვის.